ჩემი ჯეტია მეგობრებო, მე დავაპარკინგე. თუ ვინმე აიყვანთ, იცოდეთ რომ წინა ტორმოზი არ მუშაობს. მამუდა ტესტავს დღეს ჩემს მიკროფონს. დიახ. მიესალმე ჩემს ფოლოვერებს. რამდენი ფოლოვერი ყავთ? მთელი 34 ფოლოვერი მყავს YouTube-ით 34 ფოლოვერი. მე ვერ ვიპოვე რომ დამეფოლოვები. ხო, მაგრამ შეძლებს დარწმუნებული ვარ მე მის შესაძლებლობებში. ეჭვი არ მეპარება. აი ამ ადამიანისთვის. 9 საათი ვიმუშავე და სახეზე მაწერია ალბათ რა ბავშვებთან ვიყავი. მოკლედ ზოგადად რასაც აკეთებ, სანამ რაღაცას გააკეთებენ ბავშვები, ჯერ გვეკითხებიან ჩვენ რა მასწავლებლებს ხო და მოკლედ ესე ვხედავ ერთი ბავშვი მიიპარება სადღაც და გავყევით შევიდა ტუალეტში რა და ილამის ბოდიში მაგრამ ჩაიხადა ხო და მეთქი მიშა სანამ ტუალეტში შეხვალ ხომ და კითხო თქო და ამოიწია მოვიდა შეიძლება ტუალეტში გავი ანუ ის არ გითხრა? არა გოგო მოვიდა ჩემთან ანუ კითხა და ვაიმე მეთქი წაწწადია ძალიან საყვარელია და მე ის მეგობარი ვარ ზუსტად რომელიც გადადის ზებრაზე ისე რომ არ იყურება არც მარჯვნივ არც მარცხნივ 900 სიცოცხლეა კიდე უფრო ვისწავლო ვლოგების გადაღება დამიწერეთ კომენტარებში მეგობრებო რა უნდა გავითვალისწინო რა ჭირდება ეგ მოვზეთ ფიქრობდი ხა რა უნდა გაგეთვალისწინებინა მოკლედ გადავწყვიტეთ ორიენტალში დამხდარიყავით. შევუკვეთე დესერტიც, რომელსაც გასინჯავს მამუ აუცილებლად. და კიდევ შევუკვეთე კუსკუსი, რომ მომშივდა. ასე არის რა, რომ კარგად არ ვჭამ დღის განმავლობაში, მე საღამოობით მშივდება. საკმარისი კალორია არ მაქვს მიღებული, ამიტომ უნდა შევავსო ჩემი დღიური კალორია. ნახეთ რა ლამაზი აქაურობა. როგორი ლამაზი დეტალი აქვს ამ კაბას. მიყვარს. აქვე გეტყვით რომ ეს კაბა არის სეტრეს. თურქული ბრენდია. ანუ ეს როგორი გადახოვა იყო აი რომელი საათია და შერო ბრენდებს უთვლი უკვე. ხანდახან ეს რომ მიმაგრია ძალიან ინფლუენ გონია თავი, მაგრამ ხელში რომ მიჭირავს უფრო თავისუფლად ვარ. ეს არ ინტერესდება, როდესაც მის გვერდით ვარ, რას ვიღებ, იმიტომ რომ იცის რომ მაინც გადავიღებ ყველაფერს. ხო ასეა, მამუ? აი ხო გითხარით. როცა მოიტანენ შეკვეცილ საკვებს, აუცილებლად გეტყვით ჩემს გულწრფელ შეფასებას. აქ ალეკოს დავიმოწმებ, რომ რევიუ არ თქვი და შეფასება ვთქვი. ეხა გავსინჯავ და გეტყვით როგორი იქნება. უცფელად უნდა გითხრათ რომ ცივი და ცხელი ერთად საერთოდ არ კაი. მაგრამ ჯავი რო არის ეგ კაია. უხდება ეგ გემო რაღაცნაირად. ქვემოთ არის ძალიან ჩამბალი თუ რავი. ძალიან ბევრ სიროფშია მოკლედ. 10-დან შევაფასებდი ამას 4-ით. როგორი შეიძლება როცა არ და მაინც ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ახლა 1300 კალორია ერთ თეფსზე მიდევს იდეაში. აი, კუსკუსი წავიდა. მადლობა. აბა ნახოთ ახლა წეღან მოიტანის და ანუ არ იყო გამომცხვარი. თუმცა მწვანილები მოაყარეს, ანუ იგივე გააცხელეს რა. ეგეც ძალიან დიდი მინუსი. ახალი არ მოუტანიეთ. ნუ ეხა გავსინჯავ და თუ ესეც არ მომეწონება, ამის სახას ზოგადად არ გადავიხდი. იმიტომ რომ ესეთ მომსახურება, ნუ რა ვიცი. მე კუსკუსი ძალიან მიყვარს. ეს კარგად მომზადებულია. მაგრამ ცივი რო არ მეჭამა თავიდან, უფრო კარგ შეფასებასაც დავუწერდი. დესერტი მეტი არ უნდა ვჭამო და შენ არ გინდა? ეს მე კამერას რო გავთიშავ, მე დავამთავრებ რა.
ეს მომეწონა, ნუ. მეტი რა უნდა იყოს რა, კუსკუსია. მოკლედ მეგობრებო, ასე შევაფასებდი ორიენტალს. ზეთი სოსისი შეკუთა გზად. გაგუწუნდა. წუმს მეგობრებო. ხატია მეხვეწავა ჯეტით წავიდეთ და მეც. არ მომყვება ჯეტით. აი ხა ხო დააფიქსირეთ განსხვავება, როდესაც მიკროფონით საუბრობ და მიკროფონით გარეშე. გამხელა განსხვავება, მოკლედ დააფიქსირე. რა უბედურება ეს სიცივე, კაბა ვერ ჩამიცვამს. გავიყინე. ნუ იდეაში ფეხსაცმელი უფრო. შესაძლოა მე ვარ სეზონის გიჟი და ჩაცმა კიდევ ვერ ვისწავლე. გამიცოქი. აბა წავედი. იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი დღის მეორე ნაწილის ვლოგი. ორი ყვავილი. ნუ ვერ ყვავილი ხარ. ყველაფერი კიდია. არა. დესერტის მერე, თუ იმე. დესერტის მერე